განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ვინც ჩვენ წინა საუბარს უსმენდა, ახსოვს ცხადია, რომ ჩვენ ვეხებოდით და განვიხილავდით წმინდა გრიგოლ ნოსელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს, სახელწოდებით რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა. ცხადია, აღარ დაუბრუნდებით იმ შესავალ ნაწილს, რაც ამ ნაშრომის განხილვას წინ წაუმძღვარეთ, მოკლედ აღნიშნავთ მხოლოდ, რომ ესაა ერთ-ერთი უდიდესი ღირებულების ნაშრომი, რომლის მარადიული შემეცნება თავისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყველა ქრისტიანის ვალია. ცხადია, ჩვენ არ გულისხმობთ იმას, რომ სრულიად უმეცარნი ვართ იმისა, თუ რას ნიშნავს ქრისტიანობა, რა არის აღთქმა ქრისტიანობისა, მაგრამ ესაა იმგვარად აღმატებული ჭეშმარიტება, რომ მასში დღემუდამ უნდა უწოდებოდეთ, უფრო და უფრო აღმატებულ შინაარს აღმოვაჩენდეთ. მაგრამ ეს ყველაფერი, ამგვარი წვდომითი ღვაწლი უნდა დაიწყოს იქედან, რომ არსებითი გავაცნობიეროთ, რა არის არსებითად, სიღრმისეულად, ბუნებითად ქრისტიანობა. ქრისტიანობა როგორც სახელწოდებით, ისევე თავისი აღთქმით. სწორედ ეს კითხვა დასმული დიდი მოძღვრისგან ხსენებულ ნაშრომში, რა არის აღთქმა ქრისტიანისა, პასუხგაცემულია ამ ნაშრომში და ჩვენ წინა საუბარში ვერ მოასწარით ამ თემაზე სახელდობრივი მსჯელობა და ამჯერად შევეხებით მას. ჯერთვით საკითხის განხილვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. წმინდა გრიგოლ ნოსელი არ თვლის, რომ ეს მეორეხარისხოვანია, ჩვენ ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ კიდეც, პირიქით მიიჩნევს, რომ ეს უდიდესი მნიშვნელობისაა, ყველა უნდა აცნობიერებდეს იმას, რაც ეწოდება, რადგანაც საფრთხე გაუცნობიერებლობის შემთხვევაში არა მხოლოდ მას პირადად შეექმნება, არამედ შეექმნება თვით იმ მოძღვრების ღირსებასაც, რა მოძღვრების სახელსაც ესა თუ ის ადამიანი განიკუთვნებს და ეს კიდევ უფრო მეტი სიმძიმის ცოდვაა. წმინდა გრიგოლ ნოსელის საკითხის განხილვის აუცილებლობას ამგვარად ასაბუთებს. ალბათ არ იქნება სარგებლობას მოკლებული ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ზედმიწევნით ჩავწვდებით ზემორეს სახელის შინაარს, ქრისტიანის შინაარს, ცხადია დიდ შემწეობასაც მივიღებთ სათნოებითი ცხოვრების გზაზე. ჭეშმარიტად, უთუოდ იმას უნდა ვესწრაფოდეთ უმაღლესი მოღვაწეობის მიერ, რომ რაც გვეწოდება, ვიყოთ კიდეც იმგვარი, მართლაც თუ ვინმე სურს იწოდებოდეს, თქვათ, ექიმად, ან რიტორად, ან გეომეტრად, ცხადია, არ დაუშვებს იგი, რომ უსწავლელობის მიზეზით გასაკიცხი გახადოს თავისი წოდება, ანდა შემოწმების ჟამს შეუფერებელი აღმოჩნდეს იმ სახელისა, რასაც ატარებს. პირიქით, ვინც მოსურნია ჭეშმარიტად ჰქონდეს წოდება, უთუოდ საქმით გახდის თავის წოდებას სარწმუნოს, რომ ცრუ წოდების სიყალბეში არ ამხილონ იგი. იგივე ითქმის ამჯერადაც, ვეძიებთ რა ქრისტიანის აღთქმის ჭეშმარიტ აზრს, არავის გვინდა დავცილდეთ იმას, რისი აღთქმაცაა ჩვენს სახელში. არ კი მოხდეს ისე, რომ ჩვენზე გამართლდეს ერთი ამბავი წარმართთა შორის გავრცელებული. და აქ წმინდა გრიგოლ ნოსელს როგორც საერთოდ შეშვევია მას, ნიმუშის დამოწმება, რომ უფრო ცხადი გახადოს სათქმელი, მოაქვს ერთი თხრობა, როგორც თვითონვე ამბობს, წარმართთა შორის გავრცელებული, რაც უაღრესად თვალსაჩინოა და მრავლის მეტყველი, ყალბის სახელის, ყალბი წოდების და ჭეშმარიტი წოდების რაობის შესამეცნებლად. ქრისტიანი ჭეშმარიტი, ვინც განიკუთვნებს ამ სახელს და წვდება სახელის მნიშვნელობას, სახელის ღირსებას, მნიშვნელობა და ღირსება აბსოლუტურად გაიგივებულია. ეს არა უბრალოდ სახელი, რომ მისი მნიშვნელობა შევიცნოთ, ამ სახელის უპირველესი მნიშვნელობა მის ღირსებაშია, მის განსაკუთრებულ ღირსებაშია და ამის შემეცნება ხდის ადამიანს ამ სახელის წოდების ღირსად. მაგრამ შეუმეცნებლობა წოდებისა და ყალბად მithვისება რაიმესი ნიღბისებრ იმავე მდგომარეობაში აღმოაჩენს ადამიანს და სწორედ ამაზე აქვს წარმართთა შორის გავრცელებული ამბავი დამოწმებული წმინდა გრიგოლ ნოსელს, ამ ამბის ცენტრალური გმირის, ასე ვთქვათ, მაიმუნის მსგავს ვითარებაში აღმოაჩენს მას, ესე იგი ვინც ყალბად განიკუთვნებს ნებისმიერ წოდებას და განსაკუთრებით ღირსების მქონე წოდებას და კიდევ მეტი განსაკუთრებულობით უაღმატებულესი ღირსების მქონე წოდებას, რაც არის კიდეც სახელი ქრისტიანი. მაგრამ ეს ამბავი თავისთავად უაღრესად საყურადღებო გრიგოლ ნოსელისგანვე განსაკუთრებული სახეობრიობით გადმოცემული, ფიქრობთ მსმენელისთვისაც სარგებლობის მომტანი იქნება და შესაბამის ციტატას აქ წარმოადგენთ. გრიგოლ ნოსელი ამბობს, ვიღაც სასწაულთმოქმედმა ქალაქ ალექსანდრიაში
სასწაულთ მოქმედში რა თქმა უნდა არ იგულისხმება რაიმე გაგებით ის აზრი თითქოს რაღაც მართლაც სასწაულების მოხდენა სჯეროდეს ქრისტიანს რომელიმე ადამიანისგან, წარმართისგან, აქ იგულისხმება ილუზიონისტობა, ანდა მეორე მხარე, როდესაც დიდი ძალისხმევის, დიდი მონდომების შედეგად ესა თუ ის ადამიანი რაღაც ჩვევას შეძენს, გაწორთნის რომელიმე ცხოველს და ყოფითი აზრით ესეც სასწაულად ითვლება, როცა დაუშვათ იმგვარადაა გაწორთნილი ცხოველი, რომ რაღაც განსაკუთრებულ თითქოს და გონიერებას ავლენს. აი ამგვარი შინაარსი აქვს ამ შემთხვევაში ტერმინს სასწაულთ მოქმედს. ვიღაც სასწაულთ მოქმედმა ქალაქ ალექსანდრიაში გაწორთნა მაიმუნი, რომელსაც მარჯვე ტრიალით ამ მაიმუნს მოცეკვავედ უნდა წარმოესახა თავი. შემოაცვა მას პატრონმა მოცეკვავის ნიღაბი, აგრეთვე საქმის შესაფერისი, ესე იგი ცეკვის შესაფერისი სამოსელი და განუწესა ქოროც, ანუ თანხლები პირები მწყობრი. რომ ბრწყინვალება მისცემოდა მელოდიის რიტმზე მროკავ მაიმუნს, რომელიც ყველაფრით, რასაც კი აკეთებდა და აჩვენებდა, თავის ბუნებას ფარავდა. ესე იგი ვერავის ვერ უნდა გაეგო, რომ ეს მაიმუნი ადამიანად უნდა ახექვათ იგი. ნიღაბი ჰქონდა ადამიანისა, ჩაცმულობა, ცეკვავდა და გვერდს უმშვენებდა მთელი კრებული მოცეკვავებისა, რომელთა შორისაც ის ყველაზე უფრო მეტი ბრწყინვალებით უნდა წარმოჩენილიყო. აი ამგვარად გაწორთნა მან მაიმუნი. შემდეგ, როდესაც თეატრი შეპყრობილი იყო სანახაობის უჩვეულობით, წამდგარია მაიმუნი უკვე მაყურებლის წინაშე, ერთმა ვინმემ ამ მაყურებელთაგან სხვებზე უფრო მოხერხებულმა მან იცოდა ამ თხრობიდან ჩანს, რომ ეს მხოლოდ ნიღბით იყო ადამიანი, ისე იგი მაიმუნი, სხვებზე უფრო მოხერხებულმა სცადა ეჩვენებინა ამ სანახაობით გაშეშებული ხალხისთვის, რომ მაიმუნი იყო მაიმუნი. ესე იგი ეს რომ მაიმუნი იყო, ეს ყველამ იცოდა. ესე ასე ვთქვათ, ანუ ხეშად ვთქვათ, წარმოშობით მაიმუნი რო იყო, მაგრამ ხალხი თვლიდა, რომ ამ პიროვნებამ, ამ წორთნელმა, გამწორთნელმა ადამიანად აქცია ფაქტიურად ის მართალია ნიღაბში ის ყველამ იცოდა, რომ მაიმუნის სახისა იყო, მაგრამ ქცევით, მანერით, თავისი მოქმედებით ხალხს უკვე მიაჩნდა, რომ ის გაადამიანებული იყო. იფიქრეთ, რომ მართლა თვისობრივად ადამიანი გახდა ეს მაიმუნი და თურმე შესაძლებელი ყოფილა, ასე თვლიდა მაყურებელი. მაგრამ იმ ერთმა ჭკვიანმა, რომელმაც იცოდა, რომ შეუძლებელია რაც არ უნდა გაწვრთნა ადამიანად იქცეს მაიმუნი რაიმეთი და რომ ეს მხოლოდ ნიღაბი, ეს მხოლოდ გარეგანი რაღაც ჩვევა, ხოლო შინაგანად მაიმუნი კვლავ მაიმუნად რჩება, აი ამის წარმოსაჩენად, როგორც წმინდა გრიგოლ-ნოსელი გვაუწყებს აქ, აი ამ პიროვნებამ გარკვეული რამ მოიმოქმედა და განვაგრძობთ ამ ციტატის კითხვას. ესე იგი ამ პიროვნებამ სცადა ეჩვენებინა სანახაობით გაშეშებული ხალხისთვის და მართლაც გაშეშებული იყვნენ, იმიტომ რომ ადამიანისგან ფაქტობრივად არაფრით აღარ განსხვავდებოდა ის მაიმუნი, რომელსაც ალბათ მანამდე ყველა იცნობდა. სანახაობით გაშეშებული ხალხისთვის, რომ მაიმუნი იყო მაიმუნი. იმ დროს, როცა გაჰყვიროდა ყველა და ტაშს უკრავდა მაიმუნის როკვას, რომელიც რიტმულად ირხეოდა სიმღერისა და მელოდიის ხმაზე, ამ კაცმა სცენაზე დაყარა ნუგბარი საჭმელი. ყველაფერი, რაც ამგვარ ცხოველებს მსუნაგობას აღუძრავდა. და აქ ხდება მართლაც საინტერესო, მაიმუნმაც რაწამს დაინახა თავის წინ დაფანტული ნუში, აღარ დაახანა და დაივიწყარა ცეკვაცა და ტაშიც, აგრეთვე თავისი სამოსლის მოხდენილობა, მიიჭრა ხილთან და რაც იპოვა, ხელის გულებში შემოიგროვა. თან ნიღაბს რომ ჭამაში ხელი არ შეეშალა, ბრჭყალებით სულ სწრაფად შემოიგლიჯა და შემოიძრო მოგონილი გამოსახულება, რითაც ერთბაშად სიცილი გამოიწვია მაყურებლებში და ასე ნაცვლად იმისა, რომ ქებისა და გაკვირვების საგანი ყოფილიყო, ტლანქად და სასაცილოდ გამოჩნდა ნიღბის ნაგლეჯებში. ეს თხრობა უაღრესად თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, რომ ნიღაბი ერთია, ნამდვილი სახე კი მეორე. გარდაქმნა შესაძლებელია, მაგრამ არსებობს გარდაქმნა ჭეშმარიტი, გაკეთილშობილება ჭეშმარიტი, ადამიანის მიერ სათნოებითი ღვაწლის შედეგად საკუთარი ბუნების განღფრთობა, მაგრამ მეორე არსებობს აგრეთვე ყალბი გარდაქმნა, ყალბის სათნოებითი სიმაღლე, სათნოებითი ნიღბის მორგება და რა თქმა უნდა გარეშე თვალისთვის უდიდესწილად ეს განურჩეველია. განურჩეველია, მაგრამ ყველაფერი გაცხადდება გამომცდელი მოვლენის წინ. როდესაც დგება ჟამი, ყალბი, ნიღაბი აუცილებლად დაადასტურებს თავის ხელოვნურობას, შემთხვევითობას, ის აუცილებლად შემოეძარცვება ნიღაბში მყოფს, ხოლო ვინც ბუნებითად გარდაქმნილია, ვინც ბუნებითად
გაკეთილშობილებულია და განხთობილია, მისთვის ნიხაბი აბსოლუტურად უცხოა და ვერანაირი ჟამი, ვერანაირი განსაცდელი სიყალბეს, ხელოვნურობას, ნიღაბს მის მოღვაწეობაში ვერ აღმოაჩენს. ამის დადასტურება ეს ყოველივე, აი ეს თხრობა, ვისაც ნიღბისებრ აქვს ქრისტიანობა, ეს ნიღაბი რაღაც ჟამს აუცილებლად შემოეძარცვება. თუნდაც ამ ქვეყნად ეს არ მოხდეს, იმ ქვეყნად ეს აუცილებლად შემოძარცვულია. ნიღაბი ვერასოდეს ვერავის ვერ გადაარჩენს. ხოლო თუ ჭეშმარიტად ფლობს ადამიანი ქრისტიანის სახელს და ეს ფლობა პირველ რიგში ნიშნავს ამ სახელის ღირსებითი შინაარსის, მისი ასე ვიტყვით, მას ნიშნავს ეს მისი აქსიოლოგიური რაობის, ანუ ღირსებითი რაობის წვდომა, ვის მიერაც უკვე აღსრულებულია, ამგვარ პიროვნებას ეს ღირსება უეჭველად ცხონებისკენ წარმართავს. ქრისტიანი ჭეშმარიტი, ქრისტიანი ცრუ, წმინდა გრიგოლ-ნოსელის მოძღვრებით იმის შესაბამისად იმიჯნება პირველ რიგში, ამას რა თქმა უნდა შემდგომში და შემდგომში სხვა რეალიებიც ახლავს, მაგრამ პირველ რიგში იმის შესაბამისად, იმის მიხედვით იმიჯნება, თუ ვინ წვდება და ვინ ვერ წვდება ამ სახელის შინაარს, ამ სახელის ღირსებითი სიმაღლის რაობას. მოიტანა რა ეს ამბავი წმინდა გრიგოლ-ნოსელმა უკვე განაწყო მკითხველი იქეთკენ, რომ ანალოგიურად განიძარცვოს ყველამ ნიღაბი და ეძიოს ჭეშმარიტი. განიძარცვოს ნიღაბი ქრისტიანისა და ეძიოს ჭეშმარიტი ქრისტიანის სახელი. თვით მოძღვარი ამას ამგვარად დასკვნის სახით ამგვარად განგვიმარტავს. როგორც ამ მაიმუნისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მოგონილი გამოსახულება, რომ ადამიანად ჩაეთვალათ იგი, რადგან ჭამაში მსუნაგობამ ამხილა მისი ბუნება, მსგავსადვე ვისაც სარწმუნოების მიერ ჭეშმარიტად არ ჩამოუნაკვთავს თავისი ბუნება, ეშმაკეული საცთური ადვილად ამხელს მას, რომ სხვა არის იგი და არა იმ აღთქმისა, რაც მიღებული აქვს. ეშმაკის უკეთური სავაჭრო უძღებ ადამიანებს ლეღვისა და ნუშის ნაცვლად ცუდმედიდობას, პატივმოყვარეობას, ანგარებიანობას, გემოთმოყვარეობას და სხვა ამგვარ სთავაზობს, რითაც ადვილად ააშკარავებს მაიმუნის მსგავს სულებს, რომლებიც გარეგნული მიბაძვის გზით ქრისტიანობას ფარისევლობენ, ვნებათა ჟამს კი განიშორებენ გონიერების, სიმშვიდისა თუ სხვა რამ სათნოების ნიღაბს. აი ეს ასე რომ არ იყოს, ამიტომ განიზრახავს მოძღვარი ქრისტიანის აღთქმის და თვით სახელწოდების სიღრმისეულ წვდომას და თვითვე გვეუბნება. ამიტომ საჭიროა შევიცნოთ ქრისტიანობის აღთქმა, რომ იქნებ გავხდეთ კიდეც იმგვარი, რასაც ეს წოდება გულისხმობს. არ კი მოხდეს ისე, რომ ლიტონი აღსარების ან და მარტოდენ სახელის სამკაულით შემოსახულნი გარედან სხვად ჩანდეთ, ხოლო მას დაფარულთა მჭვრეთს სხვაგვარად გამოუჩნდეთ. ამრიგად პირველად ის გამჭრიტოთ, როგორ შეიცნობა ქრისტიანობა თვით სახელიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, უფრო მეტად ბრძენნი, უთუოდ აღმოაჩენენ მასში უფრო უმჯობესს და უფრო უდიდებულეს რამ აზრს, სახელწოდების სიმაღლის სწორად თანაამაღლებულს, ხოლო რასაც საკუთრივ ჩვენ ამ სახელის შესახებ დავიტევთ შემდეგია. და მის მომდევნოდ უკვე წმინდა გრიგოლ-ნოსელი განმარტებას გვაწვდის, მაგრამ ჯერ თვით ეს შესავალი ნაწილი, ვფიქრობთ, უაღრესად საგულისხმოა იმის წარმოსაჩენად, რომ გრიგოლ-ნოსელი არ შემოსაზღვრავს ქრისტიანის რაობას მხოლოდ იმ ჭრეტელობით, რაც მას აქვს. ის მიიჩნევს, რომ შეიძლება კიდევ უფრო ღრმა განჭვრეტანი ამ სახელისა და ამიტომ ვამბობდით, რომ ქრისტიანის წოდების წვდომა მუდამ ჟამს უნდა ხდებოდეს ამ სახელის მატარებლისგან, რადგანაც ეს არის ამოუწურავი ღირსებისა და შინაარსის მქონე ტერმინი, მაგრამ დასაბამიერი ამ მართებული წვდომის გზაზე სწორედ ის განმარტება უნდა იყოს ჩვენი აზრით, რაც დიდმა მოძღვარმა მოგცა. საერთოდ ეკლესიის მამათა შორის სახელის განმარტებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ჩვენ ამაზე ადრეც გქონია საუბარი, განსაკუთრებით წმინდა ეგნატე ანტიოქიელთან დაკავშირებით, რომ სახელის რაობა, ეტიმოლოგიური აზრი მისი მოძღვრებაში წვდომის წინა საფეხურად აქვთ მიჩნეული ეკლესიის მამებს. და თვით გრიგოლ-ნოსელი სახელ ქრისტეს ფაქტობრივად ახლებურად განმარტავს, ასე შეიძლება ითქვას, და ამით ამ სახელწოდების უაღმატებულ ეს ღირსებას კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოგვიჩენს. მისი თქმით,
ქრისტეს სახელი, თუ კი მას უფრო ცხადი და გასაგები ენით განვმარტავთ, აღნიშნავს მეფეს. საღვთო წერილი განსაკუთრებული მნიშვნელობით იყენებს ამ სიტყვას და მის მიერ სამეფო ღირსებას წარმოგვიჩენს. ამ შემთხვევაში მოძღვარი მინიშნებას აკეთებს ცხადი აშკარად იმაზე, რომ სიტყვა ქრისტოს ბერძნულში ნიშნავს ცხებულს და ცხებულნი სწორედ მეფენი იყვნენ. ისინი იღებდნენ მეფეთცხების პატივს და მაცხოვარმა ამ სახელწოდების განკუთვნით, რომ ის განკაცებული ქრისტედ იწოდა, დაადასტურა თავისი ბუნებითი მეუფება, რომ ბუნებითი მეუფე სწორედ იგია. იმიტომ ვინც ბუნებითად ცხებულია, სწორედ იგია ბუნებითი მეუფე. ხოლო ბუნებითი ცხებულება მაცხოვართან დაკავშირებით ორგვარად გაიგება ეკლესიის მამათა მიერ. ერთი მხრივ, რომ მამა ღმერთმა მცხებელმა სულიწმინდის საცხებლის მიერ სცხომას და მეორე, რომ საღვთო ბუნებამ სცხო კაცობრივ ბუნებას. ორივე მხრივ ცხებული თავად მაცხოვარია იესო ქრისტეა და ცხებულის მეფედ, ანუ მეუფედ გაგება აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, კანონზომიერია და ამ შემთხვევაში გამართლებული, სამოძღვრო კუთხით, ყოვლითურთ გამართლებული. შემდგომ მოძღვარი განაგრძობს. რადგან ღმერთი წერილის თანახმად გამოუთქმელია და მიუწვდომელი, აღემატება რა იგი ყოველგვარ წვდომით შემმეცნებლობას, ამის გამო სულიწმინდით ღმერთშემოსილი წინასწარმეტყველები და მოციქულები მრავალი სახელისა და ცნების საშუალებით შეგვეწევიან ჩვენ უხრწნელი ბუნების შეცნობაში, როდესაც ესა თუ ის მათგანი ამა თუ იმ ღვთისმშვენი აზრისკენ წარგვიმართავს გზას. ასე მაგალითად და რამდენიმე ნიმუში მოაქვს გამოთქმული აზრის საილუსტრაციოდ. ყოვლიერებაზე ღვთის ხელმწიფობა მეფობის სახელით ცხადდება, ხოლო ყოველგვარ ვნებასთან, ყველანაირ უკეთურებასთან მისი უზიარებლობა და მათგან თავისუფლება სათნოების სახელებით აღინიშნება, რომელთაგან ამ სათნოების სახელთაგან, ესე იგი, თითოეული გაიაზრება როგორც უფრო უმჯობესისადმი თქმული. ამიტომ ყველა ის აღმატებული აზრი, რაც ამგვარ სახელთა მიერ ცხადდება, კერძოდ და ჩამოთვლილია სათნოებითი სახელები, ესე იგი, სამართლიანობა, სიბრძნე, ძალა, ჭეშმარიტება, სიკეთე, ცხოვრება, ხსნა, უხრწნელება, უცვლელობა, გარდაუქმნელობა და სხვა, ყოველივე ეს არის თვით ქრისტე და იგი ითქმის კიდეც ამ სახელებით. ამიტომ თუ ქრისტეს სახელი გაიგება, როგორც გარემომცველი, ესე იგი ეს სახელია თვით გარემომცველი, გარეშემომწერი, ყველა სხვა აღმატებული სახელისა, რადგან უფრო აღმატებული აზრი დანარჩენებსაც მოიცავს და ამის გამო ყოველი სახელი უკვე განიჭვრიტება მეფობის ცნებაში, ამდენად ალბათ მიზანშეწონილი უნდა იყოს, რომ ქრისტიანობის განმარტება და წვდომა თანამიმდევრული რამ წესით წარმოვადგინოთ. ამრიგად, ამის შემდეგ თანამიმდევრული წესით განხილვა ხდება საკითხისა, მაგრამ უკვე რაც აღინიშნა, ესეც უაღრესად საგულისხმოა პირველი ნაწილი ამ შელობისა, რომ სახელწოდება ქრისტე, ცხებულობა ნიშნავს მეუფებას და ქრისტე არის მეუფე, ბუნებითი მეუფე, ხოლო მეუფე ბუნებითი ისა, ანუ ყოვლის მფლობელი მეუფე ესაა, ვინც ფლობს. რისი მფლობელია, რისი მეუფეა, ყველა აღმატებული აზრისა, ყველა აღმატებული სახელისა, ყველა აღმატებული შინაარსისა. აი ამის მეუფეა, უფალი და მართლაც მას აქვს ყოველგვარი აღმატებულება, იქნება ეს სამართლიანობა, რაც ჩამოთვლილი იყოს სიბრძნე, გონიერება, გარდაუქმნელობა, ღმერთობა, ცხოველმყოფელობა, ყოვლისშემძლეობა და სხვა. აი ეს ყველა აღმატებული სახელი ფლობილია მისგან, ფლობს იგი ყოველ ამ სახელს და სწორედ ამიტომაა იგი ჭეშმარიტად უფალი, ჭეშმარიტად მეუფე. პირობითად, გადატანით მნიშვნელობით იგივე სახელი ბევრზე შეიძლება ითქვას, ვიღაც რაღაცას ფლობს, მაგრამ ბუნებითად მხოლოდ ის შეიძლება იყოს მეუფე, ვინც ყოველივეს ფლობს, ყოველივე აღმატებულს ფლობს, ყოველივე მნიშვნელოვანსა და ღირსეულს, გამორჩეულს თავის წიაღში გარემოიცავს. აი ამ მნიშვნელობით უწოდებს მეუფეს წმინდა გრიგოლ-ნოსელი მაცხოვარს და არა უბრალოდ ერთ-ერთ სახელად. ერთ-ერთი სახელი არის, რა თქმა უნდა, თავისთავად ცალკე აღებული მეუფე, მაგრამ სახელთა შორის არის იერარქია, გვასწავლის იგი, აღმატებულობა და უფრო ქვემორე სახელები, რაც უფრო აღმატებულია სახელი ის, უფრო ქვემორეს თავის თავში მოიცავს, იმიტომ რომ უფრო ფართოა, იმასაც მოიცავს, რაც ქვემოთაა, რაც ქვემორე ღირსებაა და ამ დროს უფრო მეტია.
კიდევ უფრო აღმატებული სახელი ყველა ქვემორე ღირსებებს მოიცავს, მაგრამ უფრო მეტია. ხოლო ყველაზე აღმატებული სახელი ყველა ქვემორე ღირსებას მოიცავს. აი ეს ყველაზე აღმატებული ბუნებითი სახელი არის მეუფე, იგივე მეფე, რომელიც მომცველია ყველა სხვა აღმატებული სახელისა. მართლაც თვით სახელწოდების შინაარსი გვიკარნახებს იმაზე, რომ ფლობელი, ანუ მეუფე, რაც ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში, ყველა დანარჩენის მქონე უნდა იყოს. სამართლიანი ვერ იქნება ყველა დანარჩენის მქონე, იმიტომ რომ სიტყვა ამას არ ნიშნავს. სამართლიანი ნიშნავს სამართლიანობის მქონეს. შეიძლება ადამიანი სამართლიანი იყოს, თქვათ, მაგრამ ყოლის-შემძლე არ იყოს. ისევ როგორც შეიძლება ყოლის-შემძლე იყოს, პირობითად რომ თქვათ, მაგრამ სამართლიანი არ იყოს. ეს თავისთავად ღმერთში, ჭეშმარიტ მეუფეში და ჭეშმარიტ სამართლიანში ეს შეუძლებელია. მაგრამ ცალკე აღებული სიტყვა შემძლე, რაღაცის შემძლე არ ნიშნავს აუცილებლად სამართლიანსაც. ყოლის შემძლეობაში ეს გაუქმებულია, იმიტომ რომ ვინც ყოლის შემძლე ის აუცილებლად ყოვლად სამართლიანიცაა, იმიტომ რომ ყოლის შემძლე მხოლოდ უფალია და უფალში ყოვლად სამართლიანობაა, მაგრამ პირობითად რომ თქვათ, ამ ქვეყნიური მაგალითი რომ ავიღოთ, ბევრი შემძლეა მეფე. მას აქვს მატერიალური ყოფითი გაგებით და დიდი პირობითობით ყოლის შემძლეობა. როგორც ხშირად თქმა რომ ყოლის შემძლე მეფენი ბევრ რამეში უძლურნი არიან თურმე. თუნდაც ყოფითი გაგებით ამ მატერიალური ცხოვრების მიხედვით და ამ ფარგლებით მხოლოდ მათ მართლაც ჰქონდათ ყოლის შემძლეობა, ეს არ ნიშნავს რომ მათ აქვთ ყოვლად სამართლიანობა. სხვადასხვა სახელი მხოლოდ იმას გულისხმობს პირველ რიგში, რასაც ეტიმოლოგიურად აღნიშნავს. და რადგან მეუფე ეტიმოლოგიურად სწორედ მფლობელს ნიშნავს, მომცველს, თავის თავში შემკრებს და მათზე გაბატონებულს, შესაბამისად ვინც მეუფეა ის ბატონობს ყველა ღირსებაზე, ანუ მასშია ყველა ღირსება, ის მფლობელია ყველა ღირსებისა. აი ამიტომ უწოდებს პირველ რიგში და უპირობოდ ყველაზე უფრო აღმატებულად მაცხოვარს წმინდა გრიგოლ-ნოსელი მეუფეს. ხოლო თუ როგორ უნდა განიმარტოს ეს სახელი უკვე მაცხოვრის სახელის მქონეებზე, ქრისტიანებზე და ასეთი ესოდენი აღმატებულობის დამტევი შინაარსის მფლობელებზე, აი ამ ყოველივეს მოძღვარი თავისი ნაშრომის შემდგომ ნაწილში განგვიმარტავს, რასაც ჩვენც ასევე შემდგომ საუბარში შევეხებით. ამჯერად ამით დავაბოლოებთ, გმადლობთ ყურადღებისათვის.